ჰიპოთეზებისა და ვარაუდებისგან განსხვავებით მართლა საინტერესოა რეალურად რა ხდება დედამიწის სიღრმეში. ამის გასაგებად ჩინეთმა 11,000 მეტრის სიღრმის ხვრელის გათხრა დაიწყო. მეცნიერებს მრავალი სხვადასხვა გზით შეუძლიათ გაარკვიონ, რა ხდება დედამიწის ზედაპირქვეშ. მაგალითად, გაზომონ მიწისქვეშეთიდან წამოსული სეისმური ტალღები. თუმცა ალბათ არაფერი შეედრება ძალიან ღრმა ხვრელს. ჩინელი მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ხვრელი მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს ჩვენს ცოდნას დედამიწის ღრმა გეოლოგიის შესახებ. ამავე დროს, რაც უფრო ღრმად ჩავა ხვრელი, ასევე მოძებნიან ნავთობისა და გაზის მარაგებს. შესაძლოა დადასტურდეს ის წარმოდგენები, რაც დედამიწის ქერქის შესახებ გვაქვს. კონტინენტური ქერქის სისქე დაახლოებით 30 კილომეტრია. ამიტომ ხვრელი მანტიამდე ვერ ჩავა. გათხრებს უზარმაზარი ტექნოლოგიური ძალისხმევა დაჭირდება. წელიწადზე მეტხანს გაგრძელდება და საჭირო იქნება 2000 ტონაზე მეტი აღჭურვილობა და ინსტრუმენტები. თუმცა ადამიანებს უფრო ღრმა ხვრელის გაუთხრიათ. მათ შორის არის კოლის სუპერღრმა ჭაბურღილი რუსეთში, რომელიც ახლა მიტოვებულია. მისი სიღრმე 12,262 მეტრია. ასევე ალ-შაჰინის ნავთობის საბადო კატარში, რომელიც 12,290 მეტრზეა გათხრილი. საბჭოთა ხვრელის გათხრა 1970-იან წლებში დაიწყეს. პროცესის მსვლელობისას გაირკვა არაერთი ახალი ცნობა დედამიწის ქერქის შესახებ. მეცნიერებმა დიდი ოდენობით წყალი და წყალბადი აღმოაჩინეს ისეთ სიღრმეებზე, სადაც არ ელოდნენ. ბურღვა 24 წლის განმავლობაში გაგრძელდა და მისმა სიღრმემ 12 კილომეტრს მიაღწია. მეცნიერებს უფრო მეტის იმედი ჰქონდათ, მაგრამ თავი იჩინა პრობლემამ. წყობრიდან გამოვიდა საბურღი კოლონა და ბურღვა სამუდამოდ შეწყდა. კოლის ზეღრმა ჭაბურღილი საბოლოო სიღრმის ნიშნული 12,262 მეტრი იყო. 7 კილომეტრის სიღრმეზე მათ დიდი ხნის წინანდელი 24 სხვადასხვა ერთუჯრედიანი სახეობის მიკროორგანიზმის ნამარხები აღმოაჩინეს. საბჭოთა კავშირის დაშლამ კოლის ჭაბურღილის პროექტს დიდი სირთულეები შეუქმნა. 2008 წელს რუსეთმა პროექტი საბოლოოდ გამოაცხადა დასრულებულად. ვნახოთ რა მასალას მისცემს კაცობრიობას და მეცნიერებას ამ ახალი ხვრელით ჩინეთი. შენ კი გამოიწერე ეს არხი, დაუჭერე მხარი პროექტს. გამოიწერე ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.